Shama. გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. როგორც იცით, ბოლო პერიოდია ჩვენი ქართველი მებრძოლები ძალიან გვანებიურებენ თავიანთი გამარჯვებებით. ამ ქართველი ბიჭების წარმატებამ გამოიწვია ის, რომ ობიექტურად საქართველოში MMA დღეს არის ტოპ მეორე ყველაზე ყურებადი სპორტი. შეიძლება სხვა სპორტებზე უფრო მეტი ბავშვი დადის, მაგრამ როცა ილია, მერაბი, რომანი, გიგა, გურამი, ალექსანდრე, როცა ეს ბიჭები იბრძვიან, მათ ჩხუბებს აქვს უფრო მეტი ნახვა საქართველოში, ვიდრე ყველაფერს. შეიძლება მაგაზე მეტი ნახვა ქონდეს ალბათ მარტო როცა საქართველოს ნაკრები თამაშობს რაიმე მნიშვნელოვან თამაშს. ფეხბურთი მაინც ძალიან დიდია, უძველესია და ბევრად უფრო სახალხოა და დიდი ისტორია აქვს. MMA შერეული საბრძოლო ხელოვნებები ძალიან ახალი სპორტია. როგორც სპორტი, თუმცა ჩემი აზრით, ცოტა ესე რომ გამოვზუმოთ და უფრო ფართომასშტაბიანად შევხედოთ, ჩხუბი საერთოდ არის ადამიანისთვის ყველაზე პირველი და ყველაზე ავთენტური ბიოლოგიურად სპორტი. რაც ადამიანი შეიქმნა, მას შემდეგ არსებობს ჩხუბი. ხოლო დანარჩენი სპორტების უმეტესობა რამდენიმე საუკუნის შექმნილია სულ, სადაც რაღაც ნივთი გჭირდება თუნდაც სათამაშოდ. ჩხუბს არაფერი არ ჭირდება. ჩვენთვის ადამიანებისთვის და ზოგადად ცოცხალი არსებებისთვის ყველასთვის ჩხუბი ძალიან ბევრ რაღაცას ნიშნავს. რომ ავიღოთ ძალიან ძველი დრო თუნდაც რაღაც ქვის ხანაში, თუ ვინმე ფიზიკურად ძლიერი იყო და შეეძლო გამოქვაბული დაეპყრო, შემდეგ ყველას მასთან უნდოდა, ქალებსაც, სხვა შედარებით სუსტებსაც, რომ მისი გუნდის წევრები ყოფილიყვნენ. შემდეგ ეს ძლიერი ტიპი კარგად ინადირებდა მამონტებზე, საჭმელს ექნებოდათ და ძლიერი ტიპის ქვეშ ერთიანდებოდნენ სხვები. შემდეგ რომ გადმოვახცეთ ისტორიას, კოლიზეუმის პერიოდი შეიძლება გავიხსენოთ. კოლიზეუმის პერიოდში იქნებოდა ჩხუბი ყველაზე ყურებადი სპორტი. ბევრი ფილმიც გვაქვს მაგაზე, მათ შორის ლეგენდარულები და სხვათა შორის დღევანდელი MMA, ეს გალიაში ჩაკეტვა, კოლიზეუმის პარალელი საკმაოდ დიდი არის. იქ ერთი იმპერატორი წვეთ და ვინ მოიგო ჩხუბი, მაგრამ ხშირად ხალხის ოვაციების გათვალისწინებაც უწევდა იმპერატორს. ასევე ბევრ ადგილზე ლიდერს ირჩევდნენ ხოლმე სიძლიერით. ბევრი მხატვრული ფილმშიც ხდება იგივე რამე. მაგალითად დროგო. ჯერ კიდევ ილიადა რომ გავიხსენოთ, ტროას ომში აქილევსი ებრძვის ჰექტორს და ერთ-ერთი ბრძოლა უნდა გადაწყვიტოს ორ სახელმწიფოს შორის, ვინ იქნება გამარჯვებული. ილიადადან მოყოლებული ასეთი რაღაცები ძალიან ბევრ ნაწარმოებში ხდება, მათ შორის ქართულშიც. ისტორიულად რამდენად მართალი იქნება ისინი არ ვიცი, მაგრამ შეიძლება იყოს კიდევაც. ზოგი. ცოტა მოგვიანებით განვითარებულ და ცივილიზებულ სამყაროში დუელი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამე ღირსების და ავტორიტეტის შესანარჩუნებლად. და ამან ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ღირსეული მეცნიერები, მწერლები თუ სხვადასხვა მიმართულებით ცნობილი ადამიანები შეიწირა. და კაცობრიობას მაგით ბევრი რამე დააკლდა. ვინმე მხარს რო გაკრავდა, ეგრევე დუელში უნდა გამოგეწვია, თორე იმ ხელას სირცხვილად ითვლებოდა, რომ ვაშკაც არ შეეფერებოდა. ეს იმ ხელას მივიდა ცივილიზებულ დასავლეთში. რომ ვიღაცების მოკლა რომ უნდათ, ქირავდნენ სპეციალურად ვიღაც პროფესიონალ მკვლელს, რომელიც საჯარო შეურაცხყოფას მიაყენებდა ვინმე ცნობილ ადამიანს, ვისი მოკლაც უნდათ, ის თვითონ გამოიწვევდა მერე ამ მკვლელს დუელში და მოგვდებოდა. იმიტომ რომ ეს პროფესიონალი ტიპი მოერეოდა. და შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ ეს კულტურა საქართველოში იყო. და ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა დუელი ნიკო ნიკოლაძესთან. შემდეგ კიდე ცოტა რომ განვითარდა ცივილიზაცია, დუელები აიგზალა, რადგან მიხვდნენ რომ ეგრე არ შეიძლება სიმართლის გარკვევა. კიდე ის გამახსენდა. Game of Thrones-ში როგორც არის. დუელი როგორც სასამართლო. ანუ მე თუ ვიღაცას თან რაღაც გასაყოფი მაქვს, გამოდის ჩემი ფალავანი და გამოდის მისი ფალავანი. მე რაღაცას ვითხოვ, ის რაღაცას ითხოვს, ვისი ფალავანის მოიგებს, მის სასარგებლოდ გადაწყდება დავა. ეგეთი რამეც არსებობდა ალბათ. სათმოგონილი არ უნდა იყოს. დუელები თანდათან აიგზალა, რადგან მიხვდნენ რომ ეს იყო არაადამიანობა, ცივსისხლიანობა და რეალურად ეგრე არ უნდა წყდებოდეს ვინ არის მართალი და მტყუარი. და ვისი ღირსება შეიძლება და ვისი არა. ისე რა სიგიჟია რო ეხა მერაბდვალიშვილმა რომ ხარი გაქრას და უეჭველი დუელში უნდა გამოიწვიოთ თან სასიკვდილო დუელში. ან ილია თოფურია. ან განუ. თორე უღირსი ადამიანი ხარ. და MMA რაც არის mixed martial art. ეს არის ძალიან ახალი სპორტი, სადღაც 30 წლის. UFC შეიქმნა 1993 წელს. UFC-ს სხვათა შორის ყავდა წინაპრები. მაგალითად ბრაზილიური ვალე ტუდო, იმედია სწორად ვამბობ. და ეს ვალე ტუდო რეალურად არსებობდა 1920-იანი წლებიდან. პრაქტიკულად დაშვებული იყო ყველაფერი, ერთადერთი არ შეიძლებოდა თვალში ციტის დაგება და თვალების ამოთხრა. ძირითადად კარნავალებზე და ცირკებში ტარდებოდა. და ეს ვალე ტუდო განსაკუთრებით პოპულარული გახდა 1950-იანი წლებიდან, როცა გრეისების ოჯახი გაძლიერდა და თავისი ჯიუ-ჯიტსუს დემონსტრირება დაიწყეს. ასევე UFC-ს ერთ-ერთი წინაპრად ითვლება შუტო. შუტო იყო იაპონიაში 1985 წლიდან დაახლოებით. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არ იცოდეს, მაგრამ WWE-ის გახსენებაზე და wrestling-ზე ზოგადად ალბათ ყველას ამერიკა გახსენდებათ. თავისი ამერიკელის თარებით. მაგრამ wrestling-ი როგორც ძვირფასიც არის ამერიკელებისთვის და უყვართ, როგორც უყვართ.
ეგრე უყვართ იაპონელებსაც და იაპონელებისთვისაც ეგეთი ძვირფასია და ძველი. იაპონიაში არსებობდა ასეთი რესლერი სატორუ საიამა, Tiger Mask. ეს იყო ნიკნეიმი. ეს ტიპი იყო წარმატებული რესლერი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ შეექმნა ნამდვილი საბრძოლო ორგანიზაცია და რესლინგიდან გადავიდა ნამდვილ საბრძოლო წესებზე დაფუძნებულ ბრძოლებზე. შუტოში იყო კიკბოქსინგი ძირითადად, საბრძოლო ჭიდაობა ჯიუ-ჯიტსუ და კარატე. ბევრი ადამიანის აზრით Tiger Mask არის ცნობილი თამაშის ტეკენის პერსონაჟის კინგის პროტოტიპი. ისიც რესლერია და ორივეს ვებხვის თავი აქვს. თუმცა ეს ოფიციალურად არ არის დადასტურებული. UFC-ში პირველი ბრძოლები დაიწყო 1993 წლიდან, როგორც გითხარით. და ეს იყო ნამდვილი უწესო ჩხუბი. არ იყო რაუნდები. ეს ბრაზილიელი გრეისები ითხოვდნენ, რომ საერთოდ მსაჯი არ უნდა ყოფილიყო და მსაჯი რომ ერეოდა ჩხუბში, სადაც ეჩხუბებოდნენ და აგდებდნენ რინგიდან. წარმოიდგინეთ, ჩხუბი სადაც არ არის რაუნდები და ერთი 25 წუთიანი რაუნდია მაგალითად. ან შეიძლება დრო საერთოდ არ იყოს. სადაც არ არის მსაჯი, არ არის წონითი კატეგორიები და დასაშვებია ყველაფერი. და გამარჯვებული წდება იმით, თუ რომელი ტიპი იძგება ბოლოს ფერზე და რომელი ვეღარ ადგება და ან გაითიშება და ან დანებდება. ასეთი იყო UFC-ს საწყისები, თუმცა შემდეგ რაღაცნაირად ეს ყველაფერი უნდა მოქცეულიყო სპორტის ჩარჩოებში. რაუნდები გახდა 5 წუთიანი, რეფერი რა თქმა უნდა იყო, შემოვიდა წონითი კატეგორიები, რაც აუცილებელია. როცა რამდენიმე კილოთი ძიმე ტიპის ეჩხუბები, ეს უნორმო დიდი უპირატესობაა მისთვის. აიკრძალა მაგალითად კეფაში დარტყმა, აიკრძალა ხერხემალში დარტყმა, აიკრძალა სოკერკიკი, ანუ ტაქტიურ ადამიანზე ფეხის თავში დარტყმა. ბოლოს რომ იყოს შერეული საბრძოლო ხელოვნებები, მაგრამ რაც ძალიან დამაზიანებელია ადამიანისთვის და შეიძლება ტრავმა დიდხანს გაყვეს, ეგეთი რაღაცები რომ მაქსიმალურად აღარ იყოს. ადამიანს როცა წინააღმდეგობის გაწევის საშუალება აღარ აქვს, რეფერიც ეგრევე აჩერებს. ეს UFC-ში ასეა. თუმცა დღემდე არის ევროპული რამდენიმე ორგანიზაცია, სადაც რეფერი არ ერევა ძალიან უკიდურეს შემთხვევამდე და 90-იანების ბოლოს უკვე როცა UFC ფორმირდებოდა, თუმცა ჯერ პრაიდი და რაღაცები კიდე არსებობდა, სადაც სტეროიდებზე შემოწმებები და რაღაცები არ იყო და იქ გიჟებივით ჩხუბი მიდიოდა. მაგ პერიოდში MMA იყო ცოტათი კიდე უცნაური. ბოლოს პრაიდი UFC მიყიდა და გააუქმა. ეხლა კიდე ბოლოს ბელატორი იყიდეს და ბელატორიც გააუქმის. ესეც ცდილობენ მონოპოლია კონდეთ ამ სფეროში. მაგრამ 2000-იანებში ნახეთ რა ხდებოდა. ვიდეო თამაშები გამოვიდა, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟანრია საერთოდ, ფაითინგი, ტეკენი, Mortal Kombat, Street Fighter-ი. და 2000-იანებში დაიწყო ამ თამაშების გამოსვლა და ახლა უკვე ყველა გამოდის ახალ-ახალი ვერსიები, ტეკენი 8 არის, Mortal Kombat მგონი 12 იყო, ისევ ერთიდან დაიწყო, Street Fighter-ი და UFC 5 გვაქვს უკვე. სხვათა შორის UFC 5 ძალიან მაგრად თამაშობ. და 2000-იანებში ეს თამაშები რომ გამოვიდა, თან ფილმების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟანრიც იყო ფაითინგები. ბრუს ლის ჯიტკუნდოდან დაწყებული, ნიკოს აიკიდო, ონგ ბაკის მუაიტაი, ვან დამის კარატე, ჯეკი ჩანი, ჯეტ ალი და მთელი ამბები, მოკლედ, ყველაზე ცნობილი ფილმები იყო სულ ჩხუბებზე და საბრძოლო დისციპლინებზე სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ ფილმებშიც იყო ეგრე, რომ მაგალითად სუმოს ტიპი როგორ ეჩხუბება კაპოეირას ტიპს, ან მუაიტაის ტიპი კიდევ ვიღაცას. და ამ სხვადასხვა სტილების დაპირისპირებიდან შეიქმნა ყველა დროის ყველაზე დიდი კლასიკა. ვინ მოერევა კარატისტი თუ მოჭიდავე, ან მოკრივე თუ მოჭიდავე. და პირველი თაობის, ასე ვთქვათ, მებრძოლები იყვნენ სულ ერთ დისციპლინაში განვითარებული ტიპები, რომლებიც შემდეგ MMA-ში იბრძოდნენ. ეგ მიდგომა ახლა შეიცვალა და თანამედროვე MMA-ის მებრძოლები უკვე ეგრე აღარ არის, რომ მაგალითად კრივი იცოდეს ამ მხოლოდ ან ჭიდაობა ან რაღაც. ახლა უნდა იცოდე ყველაფერი, თორე ვერ იგაქაჩავო. ამ 20 წელიწადში იმ ხელზე განვითარდა ეს თვითონ პროფესიონალიზმი, რომ შეიძლება ითქვას ახლა საერთოდ სხვა ლეველია. ახლა მებრძოლობა ძალიან ძნელი გახდა სხვათა შორის, რადგან გარდა იმისა, რომ ყველაფერი უნდა იცოდე და ყველაფერში უნდა ვარჯიშობდე, თან აუცილებელია, რომ ინფლუენსერი იყო, ან იუთუბერი იყო, ან რაღაცა ეგეთი. ვისაც მეტი ფოლოვერი ყავს, უფრო მარტივი გზა აქვს, უფრო მეტ ფულს შოულობს, უფრო ყურადღების ცენტრში, ან მეტ შანსს იმსახურებს და ყველაფერი ეგეთი. ასე რაღაც გეიმინგის ენაზე რომ ვთქვათ, ბევრი ფოლოვერებიანი ტიპი იზიზე თამაშობს და რაც უფრო ნაკლები ფოლოვერი ყავს და არაკომუნიკაბელური ხარ, უფრო ჰარდზე გიწევს თამაში. მერაბს მაგალითად კიდე ძალიან გაუჭირდა ეგ ყველაფერი, თუმცა ძალიან მაგარი გახდა. საიდან დაიწყო გახსოვს ალბათ ყველას, რამდენიმე წლის წინ ვერც ლაპარაკობდა ინგლისურად და ახლა უკვე პოდკასტებში დადის და სულ ვიდეოებს იღებს და ინსტაგრამზე უკვე 2 მილიონამდე გამომწერი ყავს და ძალიან მაგარია და მე როგორც იუთუბერი ზუსტად ხედავ იმის მნიშვნელობას, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს ფოლოვერებთან და იმ აუდიტორიასთან ურთიერთობას, რომელიც შენი გულშემატკივარია. დღეს ისეთი დრო მოვიდა, რომ თუ სადღაც დარბაზში ვარჯიშობ და იქიდან შეიძლება ყველას მოერიო, ეგ არაფერს აღარ ნიშნავს. რაღაცა ჭირდება ისეთი, რის გამოც ხალხში აღტაცებას გამოიწვევდა გიქომაგებს. შეიძლება ინგლისურად ვერ ლაპარაკობდი, მაგრამ რაღაცა უნდა გქონდეს გამორჩეული. მაგალითად, შამას უნდა ამბობდი. შამას.
და მაგითი გაიყიდო ან ის ტიპი როა კიდე. Iwi. Listen to that crowd, man. Only 19 years old. You come in here and people are losing their minds for you. How does that feel, man? ჩემი აქის სპონსორია Selfie. Selfie ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი მარკეტინგული აქტივობა ჩაუშვეს ახლა. სადაც თავის თავს ეხადავებიან. რომ თითქოს ყველგან არ იჭერს, მაგრამ სადაც იჭერს იქ. ის მის ჩემი ხმა. იო. გესმის ჩემი. შეხედე სადუა. მაგიჭერს. 90 დღიანი პაკეტიო. ულიმიტო SMS-ები და ზარებიო. 3 თვე ულიმიტო ინტერნეტიო. არც SMS-ი იგზავნება და ვერც დავრეკე. არა და აქამდე მუშაობ. ისარგებლე საუკეთესო შეთავაზებებით Selfie-სგან. ყველგან. თითქმის ყველგან. საუკეთესო ტარიფები, საუკეთესო ინტერნეტი ისეთ აპლიკაციებში, რომელსაც იყენებთ, შეგიძლიათ იყიდოთ კონკრეტული რაოდენობის მეგაბაიტები, რომელსაც მოყვება ულიმიტო TikTok-ის გამოყენება ან YouTube-ის ან Facebook-ის ან ისეთი აპლიკაციების, რომელსაც ხშირად იყენებთ. და მაგ აპლიკაციებში მეგაბაიტები არ დაგეხარჯებათ. ასეთ კრეატიულ რაღაცებს იფიქრებენ და თუ გაქვთ Selfie აპლიკაცია გაჩეკეთ. შამა. ამ სტილების ბრძოლაზე გამახსენდა კიდე რომ ჩემს ბავშვობაში ყველასთვის საინტერესო იყო საუბარი. ჩემი მეგობრები და მეც ხშირად განვიხილავდით, რომელი სტილის მებრძოლი მოუგებს. ტაიკვანდო მოერევა თუ რაღაც. კაპოეირა და ეგეთი რამეები. Você não sabe o que pode fazer o negro. და რომელიც უფრო ეფექტური და ლამაზი იყო, იმათ ვამბობდით ხოლმე. და კიდე ტეკენს ვთამაშობდით ხშირად და ტეკენში ეგრე არის. ტაიკვანდოს ტიპი, კაპოეირას ტიპი, კონგ-ფუ, ჩინური ფილმებიდან და ჩინური საბრძოლო ხელოვნებებიდან გამომდინარე და ბრუსლიდან გამომდინარე, კონგ-ფუ ითვლებოდა ყველაზე რაღაც აღმატებულად თითქოს. ან იპმენი რო გამოვიდა კიდე ვინგ ჩუნი. თუმცა როგორც აღმოჩნდა, MMA-ში საერთოდ სხვანაირად არის საქმე. და 3-4 დისციპლინაა ისეთი, რომელიც მართლა ძლიერია და სულ იგებს. ყველაზე ძლიერი შეიძლება ითქვას აღმოჩნდა ჯიუ-ჯიტსუ, რადგან ჯიუ-ჯიტსუს ტიპს რომ მოუგო, მაგისთვის აუცილებელია ჯიუ-ჯიტსუ იცოდე რაღაც დონეზე მაინც რომ თავი დაიცვა ამ ჩოუგებისგან. და თავიდან ის გრეისების ოჯახი რომ გაიჩნდა, მართლა ყველას უგებდნენ, იმიტომ რომ მახრჩობელას ან რაღაცას რო გიკეთებს, თუ არის თავი როგორ დაიცვა, შანსი არ გაქვს. ამიტომ ჯიუ-ჯიტსუ გაიჩნდა ერთ-ერთი ტოპი. ასევე კიკბოქსინგი, კრივი, ჭიდაობა, რა თქმა უნდა, და ძიუდო ერთ-ერთი ტოპი. და ძიუდოს ბევრი მაგალითი გვაქვს, ისეთი რომ აი ძიუდოს პროფესიონალი ტიპი MMA-ში რო ჩასვა, როგორ იქცევა? გაიქცევა უცებ მოწინააღმდეგეს წააქცევს და ამბარს გაუჭიმავს. და ეგეთი ლეგენდარული ჩემპიონები ყოლია UFC-ს, მაგალითად რონდა როუზი, ჰარისონიც ეგეთი ტიპია. და ქართველ ძიუდოისტებსაც აქვთ ეგეთი ჰაილაითები MMA-ში. მე მქონდა ერთი სასაცილო ისტორია ბავშვობაში, სადღაც 10 წლამდე ვიყავი და ჩვენი ოჯახის ნათესავი იყო ჭიდაობის მწვრთნელი, ბავშვებს ავარჯიშებდა და დედა ჩემმა მითხრა, რომ მოდი ჭიდაობაზე ხوار შეხვალო და ამ ჩვენს ნათესავ მწვრთნელთან და მივედი და დავიწყე ვარჯიში. პირველ ვარჯიშზე რომ მივედი, მწვრთნელმა მითხრა, რომ ეხლა ცოტა ხანში დავიწყებ და ვარჯიშს და სანამ ვარჯიშს დავიწყებთო, მიდიოდა ამ ბიჭს ჭიდავეო. ვიღაცა და მითხრა. მე 10 წლამდე ასაკის ვარ, არ ვიცი საერთოდ ჭიდაობაზე მაქვს უბრალოდ წარმოდგენა, რომ წაქცევაზე არის ან რაღაც ეგეთი. ამ ბიჭმა ჭიდაობა რომ დავიწყო ეს ინსტინქტურად რაღაც მოვიშორე და ხელი მივარტყი. და ეს ბიჭი მეუბნება რომ ეგრე ვარ შეიძლება დარტყმავ და არ დამარტყავ. კაი მითქი რა. დამიწყო ისევ ჭიდაობა და ფეხში მოვკიდე და რაღაც დავაგდე თუ რაღაც ფეხში ცადე ხელის მოკიდება. ეს ბიჭი მეუბნება რომ არა, ეგრე არ შეიძლება, ფეხზე ვარ უნდა შემეხო. შემდეგ ისევ დამიწყო ჭიდაობა და ფეხი გამოუძე და რაღაც ცდილობ რომ წავაქციო და ეს ბიჭი ბოლოს გაიქცა ამ ჩვენს მწვრთნელთან და ეუბნება რომ ამან არის ისო ჭიდაობაო, სულ ფეხს იყენებსო. თორმე დავდივარ კლასიკურ ჭიდაობაზე, რომაულ ჭიდაობაზე, სადაც ფეხის გამოყენება საერთოდ არ შეიძლება და არც ფეხზე შეხება. შემდეგ ამ მწვრთნელმა ამიხსნა, როგორ უნდა ვიჭიდაო სწორად, რომ ტანზე მოვჭიდაოთ მარტო. იქ ხან თოგზე ავდივართ, ხან დარბაზში, ვინც დადის კიდე იმათთან ერთად ვჭიდაობთ, შიდა ტურნირი ვითაც არის. და მოკლედ ერთი თვე გავატარე ასე ჭიდაობაში. ერთი თვის შემდეგ ეს სკოლის სეზონი დამთავრდა და წავედი სოფელში. და სოფელში ჩავედი, იქ საღამოობით სტადიონზე იკრიბებოდნენ ხოლმე ფეხბურთის სათამაშოდ ბავშვები და იქ მინდორზე ბევრი ადამიანი იკრიბებოდა და ერთი ჩემი მეგობარი მეუბნება, აი ამ ბიჭსო ხვალე ჭიდავებიო, ისიც ჭიდაობაზე დადისვა. და ისიც ჩემხელა იყო და მეთქი, ოკეი, მოდი ვიჭიდავოთ. და ეს რაღაცა ჭიდაობა რომ გაიმართა, უცებ ხალხი შემოესია, ირგვლივ 1.15-20 კაცია ალბათ და დავდექით მე და ეს ბიჭი და აი დაიწყო ჭიდაობა. და ჭიდაობა როგორც კი დაიწყო, ეს ბიჭი გამოექანა და შემივარდა ფეხში. მეთქი რა ხდება, ეს თავხედია, მეთქი, ანუ როგორ შეიძლება? და ის არ შერდება, ანუ ფეხში ჩაბღაუჭებულია და ცდილობს წამოქციოს და მე ვარ აღფრთოვანებული შოკში, ესე ვერ ხვდები ამდენად თავხედი როგორ შეიძლება იყო რომ პირდაპირ ფეხში მეცე.
კარგი, მეთქი ეს თავხედია, ანუ არა აქვს რეაქცია, მაგრამ თქვენ ერთი 20 ადამიანი რო ხართ აქ, თან თქვენ როგორ არა პროტესტებთ და ისინიც კიჟინაზე არიან. ძალიან გაფიცრებული, აღფრთოვანებული და შეურაცხყოფილი ვარ, რომ ეს თავხედი ადამიანი нас გაძლევს, რომ ესე ფეხში მეტაკება და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეს ბავშვი დადიოდა ძიუდოზე. და თუმე სხვანაირი ჭიდაობაც არსებობს, სადაც ფეხის გამოყენება შეიძლება. შემდეგ მე და ეს ბავშვი კიდევ ჭიდაოდით ხოლმე, მთელი ზაფხული. და მე ვცდილობდი, რომ ერთი ჭიდაობა გვეჭიდავა ჩემი წესებით, ერთი ჭიდაობა გვეჭიდავა მისი წესებით. მაგრამ ეგრე არ გამოდიოდა, რადგან ძიუდოზე ნავარჯიშები ტიპი სულ ფეხს აუცილებლად იყენებდა ხოლმე. მე და ეს ბავშვი შემდეგ მთელი 3 თვე, მთელი ზაფხული ჭიდაოდით თითქმის ყოველ დღე, სადმე რომ შეხვდებოდით ერთმანეთს, ეგრევე ორივე გადავხედავდით ესე სად იყო კარგი მინდორი, რომ გვეჭიდავა და ესე უსიტყვოდ ვიწყებდით ხოლმე. და შემდეგ სოფელში ჩავდიოდი ხოლმე, ყველა მახსენებდა ჩემი და იმ ბიჭის ჭიდაობებს. ბოლოს ალბათ კარგად ჭიდაოდით. იმ ზაფხულის შემდეგ აღარ მიჭიდავია, მე მგონი არასდროს. ძიუდოისტმა ბავშვმა მომიშალა ნერვები. ამბოლ დროს MMA-ის კონტენტი ძალიან გაიზარდა საქართველოში და მინდა შაუთაუთი გავუკეთო რამდენიმე მათგანს, რომელსაც უყურებ ხოლმე და ძალიან კმაყოფილი და მადლიერი ვარ მათი არსებობით. ეგეთი არის კაკის ადრე მაგარი პოდკასტი ქონდა MMA-ზე, ახლაც აქვს როგორც სხვა პოდკასტი და კიდე TikTok-ზე აკეთებს MMA-ისთან დაკავშირებულ კონტენტს. მეც ვიყავი ერთ-ერთ ეპიზოდში სტუმრად ის პოდკასტში. რამდენიმე კვირის წინ ნახე ვასილ ასლანიშვილის ვიდეო ემილიანენკოზე და ეგეც ძალიან მაგარი იყო. მაგის შემდეგ კიდევ ნახე რამდენიმე ვიდეო და ძალიან აღფრთოვანებული დავრჩი. სეტანდას კომენტატორები არიან სამივე GOAT ადამიანები. ძალიან დიდ პატივს ვცემ, ბევრ რამის ვსწავლობ მათგან და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ქარაქტერები არიან თვითონ YouTube-ისთვის. და მათი პოდკასტი YouTube-ზე ძალიან კარგი შედეგიანია და მაგრად ასწორებს. როგორც ინფორმაციულია და საინტერესო, ასევე თვითონ ტიპები არიან ისეთი, რომლებიც YouTube-ს ძალიან უხდებიან. ფეხბურთის კომენტატორები გავიცანი კიდე ტაფსონა და ფოფხა და ეგენი ძალიან საყვარელი ადამიანები არიან. მე კონტენტს სიამოვნებით ნახავდი ასევე მათგან. ისინი ფეხბურთის თემაში არიან, მაგრამ აქ უკვე პიროვნებებზე ვსაუბრობ. MMA-ზე კიდე ერთი YouTube არხია, სადაც ინტერვიუებს თარგმნიან ხოლმე. ეგიც ძალიან კარგი არხია. კიდე რამდენიმე საინტერესო არხია, რომელიც ჯერ პატარა გამომწერებით არის, მაგრამ ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს და იმათ ჩაუთავებსაც შემდეგ ვიდეოებში წამოგაწევთ. რაც უფრო მეტი ადამიანი ისაუბრებს ამ თემაზე, მით უფრო დაეწევა ჩვენი მედია, ასე ვთქვათ, იმ წარმატებას, სადაც ქართველებმა ესე მოკლე დროში ამ ხელა ასპარეზზე მოიპოვეს. ჩვენი ბრო კიდე ღამ დამოვიწყდა, ვატო გვინჯილია. ვატოს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, წლების წინ ვიღებდით ერთად ვიდეოებს, ჯერ კიდევ მანამდე სამ ამერიკაში წავიდოდა, 2019-ში გვაქვს მე მგონი პირველი ვიდეო ერთად გადაღებული. მაშინ MMA-ისთან არანაირი თანაკვეთა არ ჰქონდა, ასევე დინამიტი. დინამიტი იყო პატარა ბავშვი, როცა დამპატიჟა თავის ვიდეოში YouTube-ზე, მე და G2G და ესე 160 კილო ავწიე და ძალიან კაი ვიდეო გამოვიდა მაშინ დაახლოებით 4 წლის წინ, ალბათ. შემდეგ წავიდა ამერიკაში, მებრძოლი გახდა. ეხლა ერთ კვირაში ჰქონდა 2 ჩხუბი სამოყვარულოში და ორივე მოიგო. ეხლა ჩამოსულია საქართველოში რამდენიმე დღის წინ ნახე და ძალიან მაგარი კაცია, ძალიან შეცვლილია, ძალიან გაზრდილია. უნდა რომ მებრძოლის კარიერა ჰქონდეს, ისთვისაც ძალიან მაგარი სტარტი აქვს უკვე და კიდევ ერთი ბრძოლა აქვს ჩანიშნული და ეხლა რამდენიმე თვეში ბრუნდება ისევ ამერიკაში, რომ უკვე პროფესიონალებში იბრძოლოს და მისი მიზანია რომ UFC-ს მებრძოლი გახდეს. უსურვოთ რომ ისიც ერთ-ერთი ქართველი ჩემპიონი იყოს მომავალში. UFC-ში პირველი ქართველი იყო ლევან მაყაშვილი. ასევე პირველი ქართული ფინიში UFC-ში იყო ლიანა ჯოჯუასთან საბმიშენით. პირველი ქართული ნოკაუტი იყო რომან დოლიძესგან. ყველაზე დიდი სტარი, ვინც UFC-ში ყოლია, იყო პირველი გიგა ჭიკაძე, რომელსაც 7 მოგებიანი სტრიქი ჰქონდა. პირველი ქართული main event-იც იყო გიგა ჭიკაძე versus ბარბოსა. პირველი ქართველი pay-per-view headliner-ი იყო ილია თოფურია. ასევე პირველი ქართველი ჩემპიონიც. რამდენიმე თვით მოასწრო მერაბს გაჩემპიონება. ასეთ სტატისტიკა კიდე პირველი საქართველოში დაბადებული ჩემპიონი არის მერაბ დვალიშვილი. ასევე UFC-ს ივენთებზე headliner-ები ყოფილან გიგა ილია მერაბი და რომანი. ილია ახლა სულ მალე უმიზნებს ორმაგ ჩემპიონობას, რაც სრული ციგიშია ასეთი პატარა ქვეყნისთვის. ამ ბიჭებმა ჩემი აზრით იცით რა დაამტკიცეს, რომ ჩვენ ბავშვობაში რომ გვიყვებოდნენ რომ ქართველები უძლიერესი ერი ვართ, გმირები ყავდა და 1.50 ხოცავდა და ეგეთი რაღაცეები. რისიც გვჯეროდა ბავშვობაში ჩემი აზრით, შემდეგ გარდატეხის ასაკიდან მოყოლებული ცოტა კრიტიკულად უყურებდით ამ ყველაფერს. მე შეიძლება ამ ასაკის შემდეგ ვიღაცებმა ისევ დაიჯერონ, ან უარყონ. მაგრამ ახლა რაც ხდება, სოფლიოში 3 ყველაზე ძლიერი მებრძოლიდან ყველა ზონაში, რომ 2 ქართველია და 1 კიდე ჩრდილო კავკასიელი. ეს არის იმის მტკიცებულება, რომ ის რაღაც მითები და ლეგენდები ქართველების სიძლიერეზე მართალი უნდა იყოს ყველაფერი. და შეიძლება კიდე არასაკმარისი არის რაც ვიცით.
იმიტომ რომ ახლა ისეთი სიგიჟე შედეგი გვაქვს დღის მდგომარეობით. საქართველოს არის ერთი ცისკნა, 8 მილიარდიდან 3 მილიონი ვართ ჩვენ მხოლოდ. ქართველები ვართ დედამიწის პოპულაციის 0.37%. ტოპ 3-დან 2 მებრძოლი ყავს ყველაზე უძლიერესებს შორის. და ახლა არის კიდე შანსი უახლოესი თვეების პერსპექტივაში ტოპ 1 და ტოპ 2 ორივე ქართველი იყოს. ეს არის ისეთი ლეგენდარული ამბავი, რასაც ჩვენ მოუყვებოდით ჩვენს მომავალ თაობებს როგორც ლეგენდები და მითები. მაგრამ ჩვენ სავინეროდ გაგვიმართლა, რომ სიტყვაზე რომ გვენდონ და რაღაცა მითად და ლეგენდად ჩათვალონ, ეს ყველაფერი ეგრე კი არ იქნება. ჩვენი დღევანდელი ქართველი ბიჭები პირდაპირ ეცოდინებათ მომავალში, რადგან უკვე ტექნოლოგიები გვაძლევს მაგის საშუალებას და ვიდეოებია, ფოტოებია, პირდაპირ ჩხუბებია და ეს ყველაფერი არ წაიშლება არასდროს. და ლეგენდები და მითები კი არა, ჩვენს მომავალ თაობებს ისიც კი ეცოდინებათ მერაბ დვალიშვილი და ნინა დრამა როგორც ელავენ ელარჯის. You're an animal. You're a machine. You do it. You got this. You got it. You get in there. You make it work. You make it work. You turn it. That's right, girl. Yeah, let's go. ამიტომ ახლა ის დროა რომ სწორად დავახასოთ ეს ყველაფერი, უფრო მეტად Google შემატკივროთ, უფრო მეტად გავხდეთ MMA-ის ქვეყანა და ეს ყველაფერი საქართველოზე პირდაპირ ეკონომიკურად აისახება. შესაბამისად, განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანს. ეს ბიჭები საქართველოს სიმხელა პრომოუშენს უკეთებენ, რომ ამას შეუძლებელია არ იქონიოს სუპერ პოზიტიური შედეგი. არის შანსი, რომ მაგალითად ამდენი წარმატებული მებრძოლის გამო საქართველოში ჩატარდეს UFC-ს ქარდები თუნდაც. ტურიზმი იზრდება, ქართული პროდუქტი ხდება საზღვარგარეთ აქტუალური და მოთხოვნადი. და კიდე ბევრი ესეთი ქვეეფექტი აქვს. და ახლა ილია რომ მიჩხუბებს მეორე კამარზე, უკომაგოთ ბოლომდე მაგრად. სერანდაში მე ჩემი პრომოკოდი მაქვს. ამიტომ თუ საყიდელი გაქვთ subscription-ი, ეს ფასდაკლებად გამოიყენეთ, თუ გინდათ.